სადგური, სადაც მატარებელი გაჩერდა, მაგრამ არავის ახსოვს როგორ მოხვდა იქ. ეს ამბავი პირველად 2006 წელს გავრცელდა იაპონურ ფორუმებზე. მოგვიანებით BBC-მ შემდეგ კი რამდენიმე დამოუკიდებელმა გამომძიებელმა სცადა მისი გადამოწმება. შეიძლება ჟღერდეს როგორც ლეგენდა, მაგრამ დეტალები რეალურია. ეს იყო მატარებული ტოკიოდან კიოტოს მიმართულებით. დილით გავიდა, ყველაფერი ჩვეულებრივ, დასაჯდომები, ბილეთები, გრაფიკი, მაგრამ მგზავრებმა ერთიანად იგრძეს უცნაური შიჩქი. პირველ 30 წუთში არავინ ლაპარაკობდა. მერე გაიგო, არც ერთმა მათგანმა არ იცოდა სად იყვნენ. არც ერთი ბილეთი არ იწერებოდა დანიშნულებას. ყველას ჰქონდა მხოლოდ საბაზო ბილეთი. დროისა და ადგილის გარეშე. მატარებელი კი მიდიოდა. ერთ-ერთმა მგზავრმა სცადა GPS-ზე ადგილმდებარეობის შემოწმება, მაგრამ უშედეგოდ. ადგილი არ იზრდებოდა. ეს არ შეიძლება ასე იყოს. უბრალოდ ტექნიკური ხარვეზია, მაგრამ უცნაურობა იმატება. ხაჯრი და ხედები, არანაირი ქალაქი, მხოლოდ ხეები, გვირაბები და ცა, მაგრამ ცა თითქოს არ იცვლებოდა. მატარებელი შეჩერდა სნობს ადგილზე, სახელის გარეშე, ბილბორდების გარეშე, დასადგომადაც კი უხერხული იყო. და აქ დაიწყო ყველაზე უცნაური ნაწილი. მგზავრებმა ჩამოსვლა დაიწყეს. არ იცოდნენ სად იყო. არც ის იცოდნენ რატომ ჩავიდნენ. მაგრამ ყველა ამბობდა ერთსა და იმავეს. რაღაც დაცნობია. მათ შორის ერთი ქალი, 67 წლის. მან თქვა, რომ ეს სადგური 1942 წელს ნახა. სიზმარში, როცა პატარა ბავშვი იყო. თქვა, რომ იქვე იყო შადრევანი. და მართლაც იქით გაუძველესი მიტოვებული შადრევანი. მწვანე ბინძური ხავსიანი წყლით. მგზავრები გაიფანტნენ. აღარავის უნახავს ერთმანეთი. არც ვიდეო კამერები ფიქსირებენ მათ წასვლას სადგურიდან. არც გადაღება არსებობს. ერთადერთი რაც არსებობს ეს სატელეფონო ზარის ჩანაწერია, რომელშიც ერთი მგზავრი შვილს ურეკავს და ეუბნება. ჩემზე არ იგერვებულა. მoni იმ ადგილას დავბრუნდი, სადაც ჯერ არ ყოფილვარ, მაგრამ ყველაფერი მახსოვს. არსებობს ამ ამბავზე თეორია, რომ სადგური, რომელიც დროში ჩარჩენილია, რეალურად არსებობს პარალელურ ზოლში და ის მხოლოდ მათთვის ჩანს, ვინც რაღაცას კარგავს.